საპენსიო შენატანების ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაზე კონტროლი გამკაცრდა. 1 მაისიდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც საპენსიო ფონდის და შემოსავლების სამსახურის დეკლარაციის ბაზა ერთიანდება, დეკლარირება შემოსავლების სამსახურში მოხდება და ეს იქნება საპენსიო სააგენტოს ინფორმაციის წყარო. საპენსიო ფონდს კი შეეძლება დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის კომპანიები დააჯარიმოს. პირველ ჯერზე ჯარიმა 500 ლარია, განმეორების შემთხვევაში კი 1000 ლარი. კერძო სექტორის წარმომადგენლების ნაწილს ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს და მიიჩნევს, რომ დაჯარიმების მექანიზმი დასახვეწია, რადგან არსებული მიდგომით შესაძლოა, როგორც დამრღვევი, ასევე კეთილსინდისიერი გადამხდელები დაჯარიმდნენ. რა შეიცვალა საპენსიო შენატანების ადმინისტრირების წესში და რა პრობლემებს ხედავს ბიზნესი ამ მიმართულებით? ამ თემებზე საუბარს უკვე სტუმართან, კრესტონ ჯორჯიას მმართველ პარტნიორთან, დავით პაპიაშვილთან ერთად ვაგრძელებთ. მოგესალმებით ბატონო დავით, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და სტუდიაში სტუმრობისთვის. მოკლედ, როგორც აი ამ თემაზე მუშაობისას გავარკვია, ერთი მხრივ ეს ცვლილებები, რაც ამოქმედდა 1 მაისიდან ითვალისწინებს დადებით მიმართულებებსაც, გარკვეულწილად ტექნიკურად უფრო მარტივდება საპენსიო შენატანების დეკლარირება და გარკვეულწილად შეიძლება ვთქვათ, რომ ბუღალტრებს ნაწილობრივ საქმე უმარტივდება, თუმცა ასევე მოვისმინეთ ბევრი წუხილი აი და ჯარიმების მექანიზმთან მიმართებაში, რომ განმარტოთ რა იცვლება, რა შეიცვალა უბრალოდ უკვე 1 მაისიდან და რა ნაწილში არის დადებითი ცვლილებები და მეორე მხრივ შედარებით უარყოფითი შეფასებები. შეგვიძლია დავიწყოთ? კი ბატონო, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მადლობა ამ თემაზე სასაუბროთ მოწვევისთვის. იცით, პირველ რიგში მინდა დავიწყო იმით, რომ აი გაუგებრობა რომ არ იყოს, რომ ჩვენ რაღაცას ვეწინააღმდეგებით ან რაღაცას ვაპროტესტებთ, ანუ პირველ რიგში მინდა ვთქვა ის, რომ ეს არის ის რასაც ბუღალტრების საზოგადოება, ვინც ამ სფეროში მუშაობს, ითხოვდა მთელი ამდენი წელი, აი 5 წელზე მეტია, ამაზე ვლაპარაკობთ, რომ ცალ-ცალკე ჩასაბარებელი საპენსიოს დეკლარაცია და საშემოსავლოს დეკლარაცია, სადაც რეალურად ერთი და იგივე ინფორმაცია, ანუ თანხა, ერთი და იგივე თანხა იწერება, საიდანაც ხდება ამური, ესე რომ ვთქვათ, გადასახადისა და განაცემის დაანგარიშება, ეს რომ გაერთიანდეს. ანუ თვითონ ის რომ ეს პროცესი დაიწყო, ეს არის ძალიან კარგი, ამას მივესალმებით, თუმცა მინდა ვთქვა აქვე რომ წლებია ამაზე ვსაუბრობთ და მაგრამ როგორც იტყვიან ჯობს გვიან ვიდრე არასდროს და ეს არის ძალიან კარგი, მაგრამ ზოგადად აი ორი სიტყვით რო ვთქვა, ჯერ რა პრობლემა გვაქვს, ალბათ პრობლემების სათავე არის ის რომ ამის გაკეთება ხდება ჩემი აზრით ცოტა მოუმზადებლად, იმიტომ რომ აი მარტივად რო ვთქვათ შეიძლება ითქვას, რომ 2 კვირის წინ გაიგეს ეს ბუღალტრებმა, ანუ კი მანამდე იყო საშემოსავლოს დეკლარაციაში დაემატა საპენსიოს განაცემი, მანამდე საპენსიო კანონმდებლობაშიც იყო ცვლილება, მაგრამ აი კითხვა დავსვათ, საპენსიო კანონმდებლობაში ეს როდის ჩაიწერა, რომ 1 მაისიდან შედის ძალაში, ხო? ეს დაახლოებით 2024 წელს ძალიან დიდი ხნის წინ იყო და პრობლემა იმაშია, რომ აი ეხლა დაიწყო ამაზე აქტიურად საუბარი, ეხლა დაიწყო ამ პროგრამის ტესტირება, დაუშვათ აი საშემოსავლო და საპენსიო დეკლარაციების გაერთიანება რამდენად კარგად მოხდება, ხო და ეს ქმნის ძირითადად პრობლემას, თორე ის მიზანი, რაც დასახული აქვს საპენსიო სააგენტოს, კიდევ ერთხელ ვამბობ, ამას მივესალმებით და ეს არის ძალიან კარგი. კი, და ახლა ჯარიმების წესს როგორც მივხვდით უკვე 1 მაისიდან დამდგარ ვალდებულებაზე, აი პირობითად უკვე 15 ივნისს, როდესაც მოუწევთ ბუღალტრებს და კომპანიებს დასახველებს დეკლარირება, ერთიანი დეკლარაციის ფორმა იქნება საშემოსავლო და იქვე როგორც ვთქვით, გრაფა გაჩნდა საპენსიო. აქ არის ძირითადი შენიშვნები, რომ აი ეს დეკლარაცია თუ დაზუსტდება და ნებისმიერი დაზუსტების შემთხვევაში რა პრობლემები იქნება და რამე პასუხი თუ მიიღეთ საპენსიო სააგენტოსგან, როგორც ვთქვით, შეხვედრები გაიმართა ამ ნაწილში. კი ბატონო, ესე იგი საქმე რაში არის, რომ 2 დეკლარაციის მაგივრად საპენსიო და საშემოსავლო ჩაბარდება ერთი საშემოსავლო და ეს არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ ძალიან კარგი, მაგრამ ამ გაერთიანების პროცესში გამომდინარე იქიდან, რომ აი ბუღალტრების საზოგადოება ეხა ჩაერთო ამ პროცესში, გამოიკვეთა ძალიან ბევრი ხარვეზი და ერთ-ერთი ხარვეზი არის დეკლარაციების დაზუსტება. ეს არ არის ერთადერთი ხარვეზი, სხვა ხარვეზებზე 2 სიტყვით თუ მექნება საშუალება ვიტყვი. აი მაგალითად რაშია პრობლემა? როგორც ჩანს, არა მარტო ტექნიკურად აღმოჩნდა ეს ყველაფერი მოუმზადებელი, არამედ საკანონმდებლო დონეზეც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში წერია, რომ საპენსიო შენატანის არ განხორციელება და კანონის დარღვევა ჯარიმდება 500 ლარით, ხო? იქ არ წერია დაუშვათ არ განახორციელებ შენატანს და გვიან განახორციელებ თუ დაუშვათ საერთოდ არ განახორციელებ, ხო? ანუ შენ თვითონ რო გამოასწორო
ესე რომ ვთქვათ, ესეც, შეიძლება ითქვას, რომ თეორიულად, შეიძლება ითქვას, რომ ესეც ჯარიმდება, ხო? მაგრამ აქ არის მთავარი რა მიდგომას გამოიჩენს საპენსიო სააგენტო. მე კიდევ ერთ პრობლემას, რასაც აქ ხედავ, ეს არის კომუნიკაციის პრობლემა, რომ აი გავიგეთ, რომ ესე იგი ტექნიკურად რაღაცა ეხლა იხვეწება ეს პროცესი, კანონმდებლობას მოუმზადებელი, იმიტომ რომ კანონი არ იცნობს შეცდომის ჩვენით გამოსწორების ცნებას, ხო, რომ იქ ჯარიმა ან საერთოდ არ იყოს, ან იყოს დაბალი, ხო? და აი როგორც ჩანს აღმოჩნდა ეს კანონმდებლობა და გამოდის რომ აი მეც ვესწრებოდი ერთ-ერთ შეხვედრას, იქ ნამდვილად ითქვა ესეთი რაღაცა, რომ მომავალ პერიოდებზეც, ანუ თუ არასწორად დადეკლარირდება თავიდან დაუშვათ საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისად საპენსიო განაცემი და მე ამას თუ გამოვასწორებთ, ანუ როგორც ცნობილია საშემოსავლო გადასახადში ჯარიმა არ გვერიცხება, მაგრამ საპენსიოში ითქვა, რომ ჯარიმის გავრცელება მოხდება. აი ამან გამოიწვია ძალიან დიდი პროტესტი, იმიტომ რომ აი წარმოუდგენელია გადასახადს რო შევადაროთ, მესმის რომ საპენსიო შენატანი არ არის გადასახადი, გადამხდელს შეიძლება დაერიცხოს ჯარიმა, თუ გადამხდელი არ დაადეკლარირებს და ესევე საურავი, ხო, მაგრამ თუ გადამხდელი გამოასწორებს შეცდომას, ხო, მას შეიძლება მხოლოდ საურავი დაერიცხოს. ანუ აი კანონმდებლობაშიც არის ხარვეზი და როგორც ჩანს, ფაქტიურად გაიპარა ეს ხარვეზი, ან ცოტა მოუმზადებელი აღმოჩნდა ეს სიტუაცია და გამოდის, რომ დაზუსტების შემთხვევაშიც ეუნებიან გადამხდელს, რომ დაარიცხავენ ჯარიმას და საურავს მათ შორის. ანუ ეს არ არის საგადასახადო საურავი. რაიმე მოლაპარაკებები თუ შეიძლება ვთქვათ, ან რამე თუ იყო, რომ ეს რაც გადაიხედოს, ეს მკაცრი მიდგომა არ იყოს, თუმცა მეორე მხარედაც რომ ვისაუბროთ, აქ ალბათ მთავარი მიზანი არის ის, რომ ვთქვათ, ბენეფიციარებმა საქართველოს მოსახლეობამ, მათ შორის ჩვენც დროულად მივიღოთ, ხო, ეს ჩვენი კუთვნილი საპენსიო დანაზოგები და ადრე იყო შენატანები საუბარი, რომ შეისაძლოა რაღაცა გარკვეული მოცულობის და რაოდენობის კომპანიები არ იხდიდნენ არსროლოდ და არაჯერ უნდა დასრულებდნენ. თქვენ რაიმე ინფორმაცია თუ გაქვთ რაიმე სტატისტიკა ესე არ აქვს, როგორც საპენსიო ფონდს, რომ რა მოცულობის ან რაოდენობის კომპანიები შეიძლება იყვნენ, რომლებიც ამას არ ასრულებენ ამ ვალდებულებას. აი, აქედან გამომდინარე, ხომ არ არის თქვენი შეფასებით იმდენ დიდი რაოდენობა, რომ აქედან გამომდინარე გაჩნდა ეს ვთქვათ, საჭიროება, რომ ესეთი მკაცრი მიდგომა ყოფილიყო უკვე. დიახ, ისეთ ასევე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ იმ კომპანიების სახელით, ვინც მიზანმიმართულად არ ღვევდა კანონს, არ უკავებდა, ან კიდევ უფრო ცუდი, უკავებდა საპენსიო შენატანს და იტოვებდა თავისთვის, ეს კიდევ უფრო მძიმე შემთხვევა ალბათ. ანუ ამ კომპანიების სახელით ჩვენ არ ვსაუბრობთ, რომ დაუშვათ ისინი არ დააჯარიმონ და მათ შეუქმნათ რაღაცა ესეთი კარგი გარემო, რომ კიდევ წავახალისოთ, ხო? ჩვენ ვსაუბრობთ იმ კომპანიების სახელით, ვინც ესე რომ ვთქვათ, ან შეიძლება რაღაც შეეშალათ, ან შეიძლება არ შეეშალათ და თავიდან დაბეგვრის შესახებ ინფორმაცია არ ქონდათ, ამასაც ცალკე ვიტყვი და მე გამოასწორეს ეს ხარვეზი გადასახადის ნაწილში ჯარიმა ყოველ შემთხვევაში მათ არ ერიცხებათ, ნუ საურავი შესაძლებელია, მაგრამ აი საპენსიოც უნდა იყოს ანალოგიურად, ხო? შესაბამისად, ანუ მე ერთადერთი შემიძლია ვისაუბრო მხოლოდ და მხოლოდ ესეთი კომპანიებისა და ესეთი კომპანიის ბუღალტრების სახელით, რომ ესეთი კომპანიების დაჯარიმება არ უნდა მოხდეს შეცდომის გამოსწორების შემთხვევაში. აქ მეორე მომენტია სხვათა შორის, ცალკე უნდა გავყოთ შეცდომის გამოსწორება შემდგომ თვეებში და შეცდომის გამოსწორება წინა წლებში. წინა წლებში არის კიდევ უფრო მძიმედ საქმე, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ არის ხანდაზმული წლები, დაუშვათ 2019, 2020, 2021, ხანდაზმული საგადასახადო კუთხით, ანუ საშემოსავლო დეკლარაციის დაზუსტების კუთხით, შეუძლებელია საშემოსავლო დეკლარაციის დაზუსტება ამ დახურულ წლებში, მაგრამ მეორე მხრივ საპენსიო სააგენტო თხოვს საპენსიო შენატანის გადახდას, დაუშვათ 2020 წელზე, რომელიც დახურულია, ხო? იმ ჩაბარებული დეკლარაციით, სადაც შეიძლება იყოს რაღაცა ტექნიკური უზუსტობა. მაგალითად, ძალიან ხშირია შემთხვევები, რომ ცნობილია, რომ იჯარის თანხა არ ექვემდებარება საპენსიოს დაკავებას, ხოლო ხელფასი ექვემდებარება, თუმცა განაკვეთი იგივეა, ხო? ბევრი კომპანია ესეთ განაცემებს, რომელიც რეალურად იყო იჯარა ან სხვა განაცემი, წერდა ისეთ უჯრაში, რაც ფაქტიურად იგივე განაკვეთით იბეგრება, ხო? და ეს საპენსიო სააგენტოს ესე რომ ვთქვათ, უქმნის სურათს, რომ თითქოს ის საშემოსავლო გადახდილია, ანუ ხელფასში იქ არასწორად წერია, ანუ იქ იჯარაში უნდა ეწეროს და საპენსიო სააგენტო ეუნება გადახდას
დავუშვათ 2019 და 2020 და 21 წლებზე. არადა კიდე ერთხელ ვამბობ, მე ვსაუბრობ ისეთ შემთხვევაში, როცა გაუგებრობა არის და არა იმ შემთხვევაზე ვსაუბრობ, როცა გადამხდელმა დამალა გადასახადი, ხო? ანუ ასეთ შემთხვევაში ფაქტურად გადამხდელს არა აქვს არჩევანი, ვერ აზუსტებს იმ საშემოსავლო დეკლარაციას, რომ გაასწოროს და დავუშვათ უჯრა ერთი უჯრიდან მეორე უჯრაში გადაიტანოს განაცემი, მეორეს მხრივ საპენსიო თხოვს და ფაქტიურად გამოდის, რომ ერთი და იგივე თანხაზე ორჯერ შეიძლება გადაახდებინონ. ანუ ესეც დაზუსტების თემაა, უბრალოდ წინაწლებს ეხება, როცა წლიური მაკორექტირებელი დეკლარაცია ბარდება. აი, შეჯამებით მარტო ეს არ არის პრობლემა. კი, რა გამოსავალი ამ უკვე 1 მაისი ეს თარიღი მოვიდა, ხო, აი გამოსავალი ამ შემთხვევაში რა არის, რომ არც უკვე შემდგომ პერიოდში რა ისი დეკლარირებაც მოხდება, იქ არ იყოს რაღაცნაირად ვთქვათ. დიახ, სხვა შორის მე მინდა კეთილსინდისფერი კომპანიები არ მოექცნენ ჯარიმების ქვეშ და ძველ პერიოდში, აი გამოსავალი ამ შემთხვევაში რა უნდა იყოს, აი ხა რა ტიპის კომუნიკაცია გაქვთ საპენსიო სააგენტოსთან? კი ბატონო, სხვა შორის მე მაქვს კომუნიკაცია საპენსიო სააგენტოსთან და ამ ჩვენი კოლეგების პროტესტს ძალიან ისეთი რეაქცია მოყვა საპენსიო სააგენტოს მხრიდან, ძალიან ისეთი კარგი. ანუ ისინი როგორც ჩანს დაფიქრდნენ ისეთ მომენტებზე, რაც შეიძლება ან ახლა არ დაფიქრებულან თქვა არ ვიტყვი, მაგრამ შედარებით მარტივად ეჩვენებოდათ. ნუ შეგვპირდნენ, რომ ამ პრობლემას როგორღაც დავძლევთ, ესე რომ ვთქვათ. ფაქტია, რომ 1 მაისიდან ეს კანონმდებლობა ამოქმედებულია, ანუ ის რომ ეს რეფორმა არ გაატარონ, ეს არის გამორიცხული. ფაქტობრივად ერთადერთ გამოსავლად რჩება ის რომ პირველი თვეების განმავლობაში, აი ვიმუშაოთ სატესტო რეჟიმში, თვითონ საპენსიო სააგენტომაც გაასწოროს თუ რამე ხარვეზები არის ამ პროგრამაში, ხო? ბუღალტრებმაც იმუშაონ და დაუშვათ გაითავისონ და ამ პერიოდში არ მოხდეს დაჯარიმება. ეს მე ვამბობ მომდევნო თვეების განმავლობაში. წინა წლებზე საპენსიო სააგენტომ რაღაცა უნდა შესთავაზოს ბიზნესს, სხვანაირად გვაქვს ძალიან წარმოუდგენელი სიტუაცია, რომ ისეთ განაცემზე თხოვენ საპენსიოს, რაც რეალურად არ ექვემდებარება საპენსიო შენატანის გადახდას, უბრალოდ არასწორი ინფორმაცია და თან საშემოსავლო დეკლარაციაში და თან იმასაც ვერ ვასწორებთ, ხო? გამოსავალი ალბათ არის ის, რომ გადავიდეთ ამ რეფორმაზე, დავიწყოთ მუშაობა, უბრალოდ არ მოხდეს გარკვეული პერიოდი ისეთი კომპანიების დაჯარიმება, ვინც დაუშვათ კეთილსინდისერად ასრულებს, არ გაურბის ამას და ეხლა იმაზე მე მგონი ლაპარაკი ზედმეტი არის, რომ თუ დააზუსტა გადამხდელმა და შეცდომა გამოასწორა, ეხლა ჯარიმა რო უნდა დავარიცხოთ, ეს მე მგონი ყველას უნდა ესმოდეს, ხო? საურავი კი ბატონო, შეიძლება საურავზე ვილაპარაკოთ, მაგრამ ჯარიმა არ უნდა დავარიცხოთ. გარდა მაგისა, სხვა პრობლემებიც არის. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა საინტერესოების სამწუხარო ამ ეტაპზე დრო აღარ გვშევა ამ მიმართულებით, მაგრამ შემდგომ პერიოდში აუცილებლად აქტიურად გავაგრძელებთ ჩვენ ამ თემაზე საუბარს და მუშაობას. დავით პაპიაშვილი, კრესტონ ჯორჯიას მმართველი პარტნიორი იყო ჩვენი სტუმარი და როგორც მოისმენთ საუბრობდით იმ ცვლილებებზე, რომელიც უკვე 1 მაისიდან ამოქმედდა საპენსიო ფონდთან მიმართებაში.